სანამ ეპიზოდს დავიწყებთ, პატარა ანონსი იქნება. სულ მალე მივდივარ სამოგზაუროდ. ავარჩიე საკმაოდ დიდი, წარმატებული და სპეციფიკური ქვეყანა. ჩემთვის ეს იქნება ყველაზე რთული თავგადასავალი, რაც კი აქამდე მქონია და ამიტომ მეც აჟიტირებული ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება. რთული გულისხმობ ტექნიკური თვალსაზრისით. რისთვის ვაკეთებ ამას? პირველ რიგში, ჩემთვის, ჩემი აუდიტორიისთვის, იმიტომ რომ ერთად გავიგოთ, როგორ არის მოწყობილი სხვა ქვეყანა, როგორ მიაღწიეს წარმატებას, როგორ მუშაობს მათი საზოგადოება, რა გამოსდით იმათ ისეთი, რაც არ გამოგვდის ჩვენ. სანამ მე ამას გადავიღებ, შემდეგ დავამონტაჟებ და თქვენამდე საბოლოო პროდუქტის სახით მოვა, ვისაც გაინტერესებს თუ სად მივდივარ, რა სირთულეებს წავაწყდები, როგორ ვიცხოვრებ და ასე შემდეგ, შეგიძლიათ გამომყვეთ Instagram-ზე. ახლა კი დავიწყოთ ეპიზოდი. 2024 წელს გაეროს ხდომაზე ისეთი რაღაც მოხდა, რომ 5 წლის წინ ეს ამბავი ვინმეს რომ მოეყოლა ხალხი ან გიჟად გამოაცხადებდა, ან იტყოდა რომ ეს ვიღაც პარალელური სამყაროდან გადმოვიდა. მსოფლიო ლიდერების წინაშე წარსდგა სალვადორის პრეზიდენტი, რომელმაც ყველა მათგანი დატუქსა. თან დატუქსა ისე, რომ JD Vance, რომელიც ასევე გამორჩეულია ლექციების წაკითხვით, რომ სხვაგან რა ცუდია და მსოფლიო როგორი არასწორი დინებით მიდის, მასაც კი გაუკვირდებოდა და ცოტა ალბათ შეშურდებოდა. ნაიბ ბუკელე მიკყოფ ლიდერებს პირდაპირ უთხრა, რომ როგორ გაქვთ პრეტენზიები თავისუფალ სამყაროზე, როდესაც თქვენი მოქალაქეები თავისუფლად და უსაფრთხოდ ვერც გადაადგილდებიან ქუჩებში და ასევე სიტყვის თავისუფლება ეროზიას განიცდის, ხოლო სოციქსელები კი საკუთარ მომხმარებლებს ცენზურას უწესებენ. ეს დღევანდელი დასავლური სამყაროსთვის საკმაოდ საფუძვლიანი ბრალდებებია, ამის შესახებ არ ვცდავთ, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, ვინ საუბრობს და ვინ აკრიტიკებს. სპორტდარბაზში, სადაც ხალხი წყლობით ვარჯიშობს, იქ რომ შეყარო ნარკომანები და ამ ნარკომანებმა ამ ხალხს უთხრას, რომ რა გჭირთ ცოტა აზზე მოდით იგნებ თქვენს დაკავდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, აი დაახლოებით იგივე გამოვიდოდა. და ალბათ თქვენს გაინტერესებთ, სად არის ეს სალვადორი და წარმოადგენს თუ არა რაღაც დემოკრატიის ბასტიონს, ან მისი ლიდერის დამოძღვრაღა აკლდა დანარჩენ სამყაროს. მაგრამ საქმე არც ასე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად არის. ნაიბ ბუკელე ზუსტად ის ტიპია, რომელსაც შეუძლია შედეგით საუბარი. მართალია მთლად დემოკრატიით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ აი ნახეთ, რა აქვს საამაყო. შეხედეთ ამ გიჟურ სტატისტიკას. 2015 წლიდან სალვადორში ადამიანების მკვლელობის მაჩვენებელს. ფაქტობრივად განულდა და თან სად? ქვეყანაში, სადაც ოჯახში ყოველი მეორე ბანდის წევრია. საზოგადოებაში, სადაც კრიმინალი პრაქტიკულად ერთადერთი სოციალური ლიფტია, ხოლო დანაშაულის რომანტიზება უკვე საბავშვო ბაღებიდან იწყება. ბუკელე ახალი თაობის პოლიტიკოსია. ერთ-ერთი პირველი მილენიალი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა არჩევნების გზით. სხვათა შორის ამაში დიდწილად სოციალური მედია დაეხმარა. პოლიტიკური პიარის ოსტატი ეფექტიანად იყენებს იუმორს და თავის თავს ყველაზე მაგარ დიქტატორს უწოდებს. ამასობაში მისი საერთაშორისო მხარდაჭერაც გაზრდილია. დაახლოებულია როგორც დონალდ ტრამპთან, ასევე მის გარემოცვასთან. დღეს ზუსტად მასზე ვისაუბრებთ. როგორ გახდა ახალი თაობის წარმომადგენელი ყველაზე კრიმინალური ქვეყნის პრეზიდენტი, ციხეში გაუშვა მთელი მოსახლეობის 1%, სადა ბიტკოინ ქალაქის დაარსება, უშანსოდ ამოძირკვა ძველი პოლიტიკოსები და თავის საერთაშორისო მნიშვნელობა გაზარდა. ასევე განვიხილავთ, ყველაფერი ასე იდეალურად არის თუ უბრალოდ ჰაიპია. მე კი შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის მხარდამჭერი არის კეტოგენჯის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი Brain Optimizer-ი, რომელსაც პირადად მე ვიყენებ და რეკომენდაციას უწევ. კომენტარებში იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც იწერება ამ პროდუქტის შესახებ გარკვეული კითხვები. და უნდა იცოდეთ, რომ ზოგადად მე არაფერს გირჩევთ ისეც, რასაც მე პირადად არ ვიყენებ, ან ცალკე არ მაქვს მოკვლეული ინფორმაცია მის ავკარგიანობაზე. ოპტიმაიზერი აუმჯობესებს ფოკუსირებას, კონცენტრირებას, მეხსიერებას და ამცირებს სტრესს. დღევანდელ რეალობაში, სადაც უამრავ ინფორმაციას ვამუშავებთ, ჩვენ გონებას აუცილებლად ჭირდება დახმარება, რომ მუდმივად დარჩეს ტონუსში. შესაძენად გადადით ბმულზე, რომელიც იქნება აღწერაში, ან ეწვიეთ მაღაზიას თბილისში ვაჟა-ფშაველას 12-ში. ბუკელეს ექსცენტრიულობა უკვე სკოლის ასაკიდანვე ეტყობოდა. ყოველთვის ცდილობდა გამორჩეული ყოფილიყო და სანამ სხვებს საკუთარი წარმომავლობის ან სხვენოდათან ერიდებოდათ, ის პირიქით ამ ფაქტორს ინდივიდუალიზმის ხაზგასასმელად იყენებდა. 1999 წელს, როდესაც სკოლა დაამთავრა, გამოსაშვებ ალბომზე მან დაიწერა სკოლის ტერორისტი. ალბათ იკითხავთ, რატომ მოიქცა ასე? მამის მხრიდან მისი პაპა და ბებია პალესტინელი ქრისტიანები იყვნენ, ხოლო დედის მხრიდან ბერძენი მართლმადიდებლები. ოჯახი სალვადორში საცხოვრებლად მე-20 საუკუნის დასაწყისში გადავიდა. ნაიბის მამა არმანდო ბუკელე ისლამი მიიღო და სალვადორის მუსლიმების იმამი გახდა. მანამდე წარმატებული ბიზნესმენი იყო და რეკლამისა და მოტოციკლების სფეროში სერიოზული კომპანიები შექმნა. 2015 წელს ეს კაცი გარდაიცვალა და ქონება დაუტოვა ყურადღებით 6 ცოლისგან გაჩენილ 9 ბავშვს. როგორ განვითარდა ახალგაზრდა ნაიბის ბედი?
ჯერ ისწავლა კერძო სკოლაში, შემდეგ ჩააბარა ხოსე სიმეონე კანიასის სახელობის უნივერსიტეტში, მაგრამ მისნაირი ჰიპერაქტიური და ქაოსური სტუდენტისთვის უნივერსიტეტი შესაფერისი არ აღმოჩნდა. მალევე მიატოვა სასწავლებელი და მამის ბიზნესში დასაქმდა. მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისთვის საინტერესო არ იყო ფორმალური განათლების მიღება. შესაბამის ცოდნას და უნარებს იმაღლებდა ინტერნეტიდან, ბიზნესიდან და რეალური ცხოვრებიდან. უნივერსიტეტის მიტოვების შემდეგ ჯერ თვითონ ნახა სამსახური, შემდეგ მამის ერთ-ერთ კომპანიაში დაფუძნდა. მერე ყავაც მოყავდა და ბოლოს პოლიტიკურ პიარში წავიდა. პოლიტიკურ პიარში მუშაობისას მან კარგად შეისწავლა ელექტორატის განწყობები, რაზე როგორ რეაგირებენ, როგორ შეიძლება ამომრჩევლის გულის მოგება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიტანა მთავარი დასკვნა. შენიშნა, რომ ადამიანებში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა ძველი თაობის პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობა და იყო მზარდი მოთხოვნილება, რომ ახალი სახე გამოჩენილიყო. ამიტომ ცხოვრების გზამ პოლიტიკური პიარიდან ის უშუალოდ პოლიტიკაში მიიყვანა. სალვადორში ძირითადად ხელისუფლებისთვის იბრძვის ორი პარტია: მემარჯვენე ნაციონალისტური რესპუბლიკური საბჭო და მემარცხენე ფარაბუნდო მარტის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი. გახდა თუ არა 30 წლის ბუკელე შეუერთდა მემარცხენეებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. მამამისი წლების განმავლობაში ამ პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი იყო. 2012 წელს დედაქალაქთან ახლო მდებარე დასახლების ნუევო კუსკატლანის მერი გახდა. ამრიგად, ნაიბი სალვადორის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მერის სტატუსსაც ატარებდა. ახალგაზრდა მერისთვის პატარა ქალაქის მართვა თავის გამოჩენის იდეალური შესაძლებლობა იყო. თან როგორც უკვე გითხარით, ის არის ახალი თაობის წარმომადგენელი, შესაბამისად რიგ საკითხებს სხვაგვარად უყურებს, რაც პირდაპირ აისახა მის მმართველობის სტილზე. რას აკეთებს პირველ რიგში ამ ქალაქში? გააკეთა საიტი, სადაც ქალაქის ბიუჯეტი გახადა სრულად გამჭვირვალე. ანუ ჩანდა მთელი ხარჯთა რიცხვ, სად როგორ იხარჯებოდა ფინანსები. ეს უკვე ინოვაცია იყო ადგილობრივებისთვის, ხო ისინი შეჩვეული არიან, რომ სალვადორი ისეთი ტიპის ქვეყანა არის, სადაც პოლიტიკოსები მოპარვაზე არიან გადასული და ეს კაცი გვაჩვენებს, სად მიდის თითოეული ჩვენი დოლარი. ქალაქში ჩაატარა აუდიტი, გამოავლინა საეჭვო კონტრაქტორები და გრანტები და ყველა მათგანი ჩამოაშორა საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მიატოვა უნივერსიტეტი, კარგად იცოდა განათლების ძალა და ფასი. ამიტომ პრიორიტეტი იყო ის, რომ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა სწავლა. ნაკლებად შეძლებული ოჯახის წევრებისთვის დააწესა სტიპენდია. ქალაქში გახსნა ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასები, სადაც იყო ინტერნეტი. სოციალური პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებლების მშენებლობა დაიწყო. გაარემონტა გზები და სასმელი წყლის პრობლემების აღმოფხვრას შეუდგა. ბუკელეს ეს რეფორმები ყველასთვის თვალშისაცემი იყო. მან შეიქმნა და აქ მთავარი არის შეიქმნა და არა შეუქმნეს ან შექმნა. მან შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიური სუბთა პოლიტიკოსის იმიჯი, რომელიც სულ უფრო და უფრო დისტანცირდებოდა ტრადიციული პარტიული ფუნქციონერისგან. მზარდმა პოპულარობამ და ხალხში გაჩენილმა იმედის სხივმა უფრო სერიოზული პოლიტიკური ნახტომისთვის მოამზადა. საქმე იმაშია, რომ ამ მის წარმატებას ხომ პარტიაც ხედავს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სალვადორის დედაქალაქის სან სალვადორის მერობის კანდიდატად სწორედ ის წარადგინა. არადა პოლიტიკაში სულ რაღაც 3 წელია რაც მოვიდა და მისი შეჩერება არის შეუძლებელი, სულ უფრო და უფრო იზრდება. 2015 წელს გაიმართა არჩევნები, სადაც სან სალვადორის ახალი მერი გახდა ნაიბ ბუკელე. ახალგაზრდა რეფორმატორმა პირველი რაც გააკეთა, ცენტრალური ქუჩები გაწმინდა გარე მოვაჭრეებისგან. შექმნა საფეხმავლო ქუჩები, დაიწყო ფესტივალებისა და მასშტაბური კონცერტების ჩატარება. მოიზიდა ჩინური ინვესტიციები, რისი მეშვეობითაც დედაქალაქში გაიხსნა უზარმაზარი ბიბლიოთეკა. ჩაუშვა პროგრამა კასა დე ლა კულტურა. სამიზნე აუდიტორია იყვნენ ახალგაზრდები და ამ პროგრამის დახმარებით მათ ასწავლიდნენ მუსიკას, გადაღებას, პროგრამირებასა და დიზაინს. ასევე რაც საინტერესოა, საინტერესო უფრო სალვადორის დონის ხალხისთვის და იმ კულტურისთვის. მან შეაქმნევინა აპლიკაცია, სადაც დედაქალაქელები წერდნენ, თუ რომელ ქუჩაზე არის დაზიანება, სად არის გზა გასაკეთებელი, სად არ არის განათება, სად არ გააქვს ნაგავი დროულად, სად უნდა მოხდეს დასუფთავება და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიებს ასე ინტენსიურად ნერგავდა მართლობაში, რაც ნამდვილად ინოვაცია იყო, მით უმეტეს სალვადორის მსგავს ქვეყნებში, მან ასევე კომუნიკაციის განსხვავებული გზა აირჩია. უარი თქვა პარტიულ ხაზზე, პარტიულ მესიჯბოქსებზე და თავის დაბრენდვა დამოუკიდებლად დაიწყო. ეს მნიშვნელოვანი არის ჩვენნაირი ქვეყნებისთვისაც, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პარტიებში არიან გაწევრიანებული, მათ შეიძლება ისეთი შეხედულება ჰქონდეთ, რომელიც რეალობასთან უფრო ახლოს დგას, მაგრამ ამას ვერ აჟღერებენ და უწევთ პარტიული მესიჯბოქსების გაჟღერება, რაც საბოლოოდ მათ რეიტინგზე რა თქმა უნდა უარყოფითად აისახება. ბუკელემ კი სხვა გზა აირჩია. ძირითადად ამას აკეთებდა ის Twitter-ის მეშვეობით, გადიოდა ლაივში, სადაც ადამიანების კითხვებს პასუხს სცემდა. კომუნიკაციის ტონი იყო არააკადემიური.
ხუმრობდა, იყენებდა მიმებს, იცვამდა არაფორმალურად, ხან კეპით გამოჩნდებოდა, ხან სპორტულებში, ხან ტყავის კურტკაში, ფოტოებზეც ბუნებრივ მდგომარეობაში იყო, ექსცენტრიკულად როგორ ჩვევია. მაგიდაზე ფეხებს შემოაწყობდა, აზიარებდა Fortnite-ის ფანხუმრობებს და რაც მთავარია, პარტიული სიმბოლიკები თავის კამპანიებიდან და ვიდეოებიდან ამოიღო. სულ უფრო ხშირად იყენებდა მისი სახელის პირველ ასო N-ს. მის მოძრაობას კი დაერქვა ახალი იდეები. ასეთმა მიდგომამ გაამართლა. მალე მოსახლეობის 20%-მა გამოიწერა მისი სოციალური ქსელები. ამ გიჟურ პოპულარობას ხედავდა პარტიაც, რომელიც სინამდვილეში სულ უფრო და უფრო დისტანცირდებოდა პოლიტიკის როკ ვარსკვლავისგან. ნაიბმა ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და ფიქრობს, რომ პარტიის გარეშეც სალვადორში ყველაზე მსხვილი პერსონაა. ამიტომ ერთ-ერთ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. მიიღო კიდეც და გაიმარჯვა. ისე საოცარი კარიერა ნულიდან დაიწყო და 3 განსხვავებული მასშტაბის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. ასევე აქვე აღნიშნოთ მისი საარჩევნო სლოგანი: ფული ქვეყანას ეყოფა, თუ მას არ მოიპარავენ. გაპრეზიდენტების შემდეგ ბუკელეს პირველი სერიოზული პრობლემები შეექმნა. ის კი გახდა ქვეყნის მმართველი, მაგრამ პარლამენტი ეკუთვნის იმ ორ ტრადიციულ პარტიას, რომელზეც ცოტა ხნის წინ მოგიყევით. ნაიბს რეფორმების ჩატარება და პოლიციის სრული გადაიარაღება უნდა. ამისთვის ითხოვს $109 მილიონ. პარლამენტი უარს ეუბნება და მაქსიმალურად ცდილობენ პრეზიდენტის შეზღუდონ. რას აკეთებს ნაიბი? ჩანიშნა რიგ გარეშე სხდომა და პარლამენტში არც მეტი, არც ნაკლები სამხედროები მიიყვანა. აი ეს უკვე ტრადიციული ლათინური ამერიკაა. მაგრამ ამ შემთხვევაში კვორუმი ვერ შედგა და გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღეს. სხვა ყველა ქვეყანაში პრეზიდენტს, რომელსაც ჯარი დაჰყავს პარლამენტის სესიებსა და ასე აშინებს პარლამენტარებს, აუცილებლად დიქტატორად გამოაცხადებდნენ და იყო ამის მცდელობაც. მაშინ მედიამ პრეზიდენტ ზურგი შეაქცია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ადამიანი არის პიარის გენიოსი. ამ საქმის უზადო სპეციალისტია და იცის, რა როგორ გააკეთოს, რომ წყლიდან მშრალი ამოვიდეს. აი ზუსტად იმ პერიოდში Twitter-ში დაიწერა ყველაზე მაგარი დიქტატორი და ამან იმხელა ჰაიპი გამოიწვია, იმდენი მიმი გაკეთდა, რომ საბოლოოდ არმიის გამოყენება ისევ სათავისოდ შემოტრიალდა და სალვადორელები დარწმუნდნენ, რომ მათ ახალ პრეზიდენტს შეუძლია გადაჭრით მოქმედება და თუ კი საჭირო იქნება, ბიუროკრატიას ძალის გამოყენებით დაძლევს. ბუკელეს რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა. 2021 წელს ნაიბის პარტიამ ახალმა იდეებმა საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. იმის შემდეგ პრეზიდენტს აღარ დასჭიროებია სამხედროების პარლამენტში წაყვანა. ცენტრალური ხელისუფლების გამტკიცების შემდეგ ჯერი მოვიდა სალვადორის ყველაზე დიდი გამოწვევის მოსაგვარებლად. კრიმინალური ბანდების პარპაშის დასრულება. კარგად იცით, რომ ლათინურ და სამხრეთ ამერიკაში ხშირად კრიმინალური ბანდების მეთაურებს არანაკლები გავლენა და ძალა აქვთ ვიდრე მერს, მინისტრებს და ასე შემდეგ, ხოლო მათი ჯარისკაცები კბილებამდე შეიარაღებული ხალხია, რომლებიც არავის ანგარიშს არ გაუწევენ და ფაქტობრივად მუხრუჭები არ აქვთ. იმის თქმა მინდა, რომ სერიოზული ძალა და მათთან თამაში არ ღირს. სალვადორის ისტორიაში კრიმინალური ბანდები და პოლიტიკოსები ყოველთვის თანაარსებობდნენ. ყოველთვის არსებობდა მკაფიო ზღვარი, ანუ აქეთ ეს კრიმინალები ავლებდნენ საზღვრებს და ეუბნებოდნენ პოლიტიკოსებს, რომ აქ და აქ არ ჩაერიოთ, ამას და ამას არ შეეხოთ, ეს და ეს ტერიტორია არის ჩვენი, შესაბამისად ჩვენც შევეცდებით, რომ არ შეგაწუხოთ და ხმაური არ იყოს. დარწმუნებული ვარ ზოგიერთ ბანდაზე, მაგალითად მარა სალვადორჩაზე იგივე MS-13-ზე თქვენც გსმენიათ. აქ პატარა გადახურვა უნდა გავაკეთოთ. სალვადორი ცივი ომის პირდაპირ დაპირისპირების კერა იყო. ამერიკამ და საბჭოთა კავშირმა ადგილობრივების ხელით გავლენების მოსაპოვებლად იომეს. ეს ომი სალვადორისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდა. ქვეყანას მართავდა სამხედრო ელიტა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებით აღმოჩნდა ხელისუფლებაში. 70-იანებში, როცა რეჟიმი ხელში ამოვიდათ ადგილობრივებს და ნელ-ნელა კომუნისტური იდეების გავრცელება დაიწყეს, მალევე მემარცხენეებმა ძალები მოიკრიბეს და ხელისუფლებას ომი გამოუცხადეს. სამოქალაქო დაპირისპირება თითქმის 10 წელიწადი მიმდინარეობდა და მასში ფაქტობრივად ყველა მონაწილეობდა. მათ შორის ბავშვები, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში გადიოდნენ წვრთნებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ომიც მორჩა. მემარცხენეებმა გარე მხარდაჭერა დაკარგეს, სამაგიეროდ უკვე იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრობასაც აღარ უღირდა რაიმე სახით ომის გაგრძელება. სხვათა შორის მთავრობას ამერიკა უჭერდა მხარს. ლეგენდარული ანტიკომუნისტი რონალდ რეიგანი არაფრის დიდებით არ დაუთმობდა სალვადორს კომუნისტებს. ხო და ბოლოს ისე მოხდა, რომ ორივე ძალა პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირდა და ასე გააგრძელეს მოღვაწეობა. ახლა ნახეთ, როდესაც უღარიბეს ქვეყანაში ომი რჩება, ომი, რომელმაც 5 მილიონი მოსახლიდან 75,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოსახლეობის 60% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. განადგურებული არის ინფრასტრუქტურა, არ არსებობს სკოლები. გადარჩენის შანსები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. არის ორი გამოსავალი, ერთი ან წახვიდე ემიგრაციაში და მეორე დარჩე სადაც ხარ და შეეგუო ადგილობრივ რეალობას. წარმოიდგინეთ
5 მილიონიდან 75,000-ზე მეტი გარდაიცვალა და ომის დასრულების შემდეგ 1 მილიონზე მეტი ემიგრაციაში წავიდა. 92-ში ჩაპულტეპეკში პოლიტიკურ მხარეებს შორის საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ასევე პოლიციის რეფორმას ითვალისწინებდა, თუმცა დიდად არც არაფერი შეცვლილა. ამას დაემატა ისიც, რომ შეიარაღებული ფორმირებები დაშალეს და მათი სამოქალაქო ინტეგრაციას სცადეს, რაც ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა. მოკლედ, გაუმართავი პოლიტიკა, კორუმპირებული ძალოვნები, უკმაყოფილო გუშინდელი თავზე ხელაღებული ხალხი და მივიღეთ შეუმდგარი სახელმწიფოს საზოგადოება, რომელიც სულ უფრო და უფრო ღარიბდებოდა. ცოტა ხნის წინ გითხარით, რომ 1 მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში. ისინი წავიდნენ ძირითადად ამერიკაში და პირველ ეტაპზე ფულს ნამდვილად აგზავნიდნენ სამშობლოში. მეცაც გეტყვით, რომ წარმოვიდგინოთ კიდევ ერთხელ რა დონეზე იყო გაჭირვებული სალვადორი. ქვეყნის ეკონომიკის 30% იყო იმ ადამიანების მიერ გამოგზავნილი ფული ქვეყანაში. მაგრამ მე დრო გავიდა და ეს ხალხი უკან სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც პროფესიონალი, თუ კი ასე შეიძლება ითქვას, ელიტარული დონის კრიმინალები. რა მოხდა ამერიკაში? როცა გადაწყობდნენ ჩრდილოეთში, იქ ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებები, ძირითადად ქრიფსი და ლუცი ჩაგრავდნენ და ამცირებდნენ მათ. ახლა სალვადორელებიც არ იყვნენ ანგელოზები, მაგრამ მაინც ესენი იჩაგრებოდნენ. ხოდა იმისთვის, რომ თავი დაეცვათ ადგილობრივი ამერიკული ბანდებისგან, შექმნეს მარა სალვადორჩა, იგივე MS-13. ბარიო 18-იც მექსიკურ-ამერიკულ ბანდად შეიქმნა და მერე სალვადორელებისთვისაც გაიხსნა კარი. ნელ-ნელა ფულის გემო გაიგეს, სხვადასხვა დანაშაულებებს ჩადიოდნენ, მათ შორის მკვლელობებს, კონტრაბანდას და იქამდე მივიდა საქმე, რომ 90-იანებში ამერიკა მასიურად დაიწყო მათი ქვეყნიდან დეპორტაცია. სალვადორში დაბრუნებულებს კი გახსოვთ რა დახვდათ. უსუსტესი ქვეყანა, ჩამოშლილი ინსტიტუციები, კორუმპირებული პოლიცია, ხოდა MS-13-მა და დანარჩენმა ნაკლებად ცნობილმა ბანდებმა ქალაქის საცხოვრებელი კვარტლების ხელში ჩაგდება დაიწყეს, თანაც საკმაოდ წარმატებულად. 2000-იანებში კი ხელისუფლების პარალელურად საკუთარი მმართველობა ჰქონდათ. თან როგორც გითხარით, ამათთან ხუმრობა არ ღირს. თავზე ხელაღებულები არიან და წინ არაფერი უდგათ, უბრალო რიგით მოქალაქეს მოკლავენ თუ მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსს. ასეთი ხალხი და დაჯგუფებები აღმოჩნდა ბუკელეს წინააღმდეგ, რომელიც თავის მხრივ ასევე რადიკალია, არც ის არ დაუწყებს არავის ზედმეტად თავზე ხელის გადასმას. თავიდან სცადა ინერციით მოგვარება სიტუაციის, მაგრამ კრიმინალებისგან კაფიო მესიჯები მიიღო. აქ ჩვენ ვართ უფროსები და მოერგე ამ რეალობას. საიდან დაიწყო? ბუკელემ სალვადორში მეორე ვალუტად შემოიღო ბიტკოინი. პირველი დოლარია. უზარმაზარი კამპანია დაიწყო ქვეყანამ, რომ მაქსიმალურად მეტი ადამიანი გადასულიყო ბიტკოინზე. გადახდა ყოფილიყო კრიპტოვალუტით, სახელმწიფომ რეზერვების ნაწილი ბიტკოინით გაამყარა. ეს ან იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც კრიპტოვალუტა ძალიან მოდაში იყო. ბუკელემ იმ სტარტაპებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლის საქმიანობა კრიპტოთი ვაჭრობას ეფუძნებოდა, მინიმუმამდე შეუმცირა გადასახადები. სალვადორში უამრავი კომპანიის შედინება დაიწყო. ნაიბი კი ახალი მეგა პროექტისთვის, ბიტკოინ სიტისთვის ემზადებოდა. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამ კრიმინალურმა დაჯგუფებებმა ბუკელეს კაფიო სიგნალი გაუგზავნეს. 2022 წელს მარტში ერთ შაბათ-კვირას MS-13-მა და სხვა ნაკლებად ცნობილმა ბანდებმა მთელი სალვადორის მასშტაბით 87 ადამიანი მოკლეს, ანუ დღისით, მზისით უბრალო მოქალაქეები დახოცეს. ეს იყო შენიშვნა, რომ დასტობდი, ნაიბ, აქ ჩვენ ვართ უფროსები, ნება იბოძე და გვაღიარე, რომ უზენაესი ძალა და ანგარიშგასაწევი ხალხი ვართ ჩვენ. ასეთი სისასტიკე 1992 წლიდან სალვადორში არ ყოფილა. ხომ გახსოვთ, ნაიბი ისეთი ტიპია, ყველაფერს სათავისოდ გამოიყვანს და გამონაკლისი არც ეს ამბავი იყო. მეორე დღესვე საგანგებო ვითარება გამოაცხადა. განაცხადა, რომ ყველა ეჭვმიტანილი, ვიზეც სამართალდამცავ სუბიექტური ეჭვი ექნება, რომ ეს რაღაც სახით, რაღაც ფორმით დაკავშირებული არის კრიმინალებთან, დააკავონ ორდერის გარეშე. არანაირი სასამართლო, არანაირი ადვოკატი, არაფერი მსგავსი აღარ იქნებოდა. ოპერაციას ატარებდა ჯარი. ვიზეც კი სუბიექტური ეჭვი არსებობდა, არავინ დაინდეს. მთლიანობაში უპრეცედენტო დაკავება შეეხო 75,000 ადამიანს. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები ბუკელეს აკრიტიკებდნენ ადამიანების უფლების დარღვევის გამო, თუმცა ნაიბს მათი აზრები საერთოდ არ ადარდებდა. სამაგიეროდ ამ ხისტმა და აგრესიულმა მიდგომამ გაამართლა. ქვეყანაში კრიმინალის დონე ფაქტობრივად ნულამდე დავიდა. ეს იმიტომ, რომ ფიზიკურად არავინ აღარ დარჩა, ვინც ამ საქმიანობით დაკავდებოდა. ბანდის ლიდერი ან წვრილ წევრებიანად ყველა დააპატიმრა. მათ შორის იყვნენ სხვათა შორის ბავშვები, რომლებიც მოიაზრებოდნენ როგორც ამ ბანდების წევრებად. წარმოიდგინეთ, იყო დღეები, როდესაც 1000-ზე მეტ ადამიანს აკავებდნენ და თან როგორ აკავებდნენ, ანუ არ გაქვს არანაირი გაპროტესტების უფლება. თუნდაც, ანუ როდესაც სუბიექტური ეჭვით შენ მოსახლეობის 1%-ს დააკავებ, ბუნებრივია, თუნდაც ათეული, მაგრამ იქ უდანაშაულოც მოხდება. თუმცა ამ უდანაშაულებს არ აქვთ ადვოკატის აყვანის უფლება, შესაბამისად ვერც გააპროტესტებენ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას.
ახლა ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვაც, ხომ? სალვადორი ისედაც კრიმინალური სახელმწიფოა, ციხეები ისედაც გადავსებულია და სად გინდა წაიყვანო ამდენი ახალი დაკავებული პირი. საუბარი არის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მოსახლეობის 1%-ზე. ნაიბი აშენებს ახალ უზარმაზარ ზეციხეს, რომლითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. მახსოვს ეს ციხე როცა გაიხსნა, ქართულ მედიაშიც კი ბევრი იწერებოდა. პატიმრებს ეკრძალება შეხვედრების გამართვა, გზავნილების მიღება, უმკაცრესი პირობებია, წესრიგი უმაღლეს დონეზეა დაცული, ხოლო დამრღვევებს კარცერი ელოდებათ. ამ ციხით აღფრთოვანდნენ მეზობელი სახელმწიფოებიც, რომლებიც ახლა სალვადორელებთან გადიან კონსულტაციებს თუ როგორ უნდა გააკეთონ იგივე თავის ქვეყნებში. ის რომ ბუკელე უკომპრომისო მებრძოლი აღმოჩნდა სახელმწიფოს ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე, ეს დაინახა არამხოლოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ, არამედ კონტინენტის სხვა ქვეყნების ლიდერებმაც. ახლა უკვე ისინი ცდილობენ იგივე მიდგომები გამოიყენონ საკუთარ ქვეყნებში. დღეს ლათინურ ამერიკაში ყველაზე პოპულარული და ცნობილი პერსონა არის ნაიბ ბუკელე. თუმცა ჟანრის კლასიკა მოითხოვს, რომ ამ ლამაზი ისტორიის უკან აუცილებლად უნდა იყოს ბნელი მხარეც. ასეც არის. სინამდვილეში სალვადორმა ბუკელეს ეკონომიკური რეფორმებით ვერ ამოისუნთქა. ბიტკოინის ვალუტად გადაქცევის იდეამაც უნდა ითქვას არ გაამართლა, რადგან ადამიანების შესაბამისი კულტურა ამის საშუალებას არ იძლევა. სალვადორის კონსტიტუცია იმგვარად არის მოწყობილი, რომ პრეზიდენტის ორი ვადით არჩევა არ არის შესაძლებელი. აკრძალული არ არის, მაგრამ მთელი რიგი საკონსტიტუციო ფორმალობებია, რომ ასე არ მოხდეს. ბუკელემ კი ძველი მოსამართლეები გაუშვა, ახლები აიყვანა და კონსტიტუციაც მოირგო. მეორედ იყარა კენჭი, გაიმარჯვა და მესამედაც აქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. ძალაუფლება გაიზარდა ვერტიკალურად და არა ჰორიზონტალურად. პარლამენტი სრულად ემორჩილება, სასამართლო მის ხელშია, ბიზნესზე გავლენა აქვს. უსაზღვროდ პოპულარულია, სოციალების ვარსკვლავია, პიარის გენიოსია და აგორებულ მემარჯვენულ ტალღას იდეალურად მოერგო. რას გულისხმობ? ყველასთვის თვალსაჩინოა, რომ როდესაც ლიბერალური იდეოლოგია რაღაც მარაზმში გადაიზარდა და ადამიანებს ხელში ჰქონდათ ის ისტერიკა, რომელიც ამ დამახინჯებული იდეოლოგიიდან მოდიოდა, სამყაროში დაიწყო მემარჯვენე იდეების პოპულარობის ზრდა. თუმცა აქ პრობლემა იმაშია, რომ ყველა პოლიტიკოსი, რომელიც პოზიციონირებს როგორც მემარჯვენე, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მემარჯვენეა, უბრალოდ ჰაიპს არის აყოლილი და ამის ხარჯზე აგროვებს ქულებს. იმის თქმა მინდა, რომ დღეს ძალიან რთულია განსაზღვრო, ვინ არის რეალურად მემარჯვენე და ვინ სარგებლობს უბრალოდ სამყაროში არსებული სიტუაციით. ბუკელე ზუსტად მეორე კატეგორიას ერგება. ის არის უბრალოდ ოპორტუნისტი და ამასთან პრაგმატიკოსი. პოლიტიკური კარიერა მემარცხენე პარტიაში დაიწყო და LGBTQ-ს მხარდამჭერი იყო. თუმცა, როცა გაიაზრა, რომ ეს უკვე მოდიდან გადავიდა და სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვა და პროპაგანდა პოლიტიკურ ქულებს ვერ მოუტანდა, სწრაფად შეცვალა მესიჯბოქსი. უცებ გადაიქცა ღრმად მორწმუნე ტრადიციული ფასეულობების კაცად, რითაც მორწმუნე სალვადორელების ხმები მიიღო. სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ძალაუფლების მაქსიმალურად დეცენტრალიზების იდეას აწვებოდა. როცა პრეზიდენტი გახდა, პირიქით, მაქსიმალურ კონცენტრაციას მიმართა. მისი პარტია რაიმე კონკრეტულ იდეოლოგიას კი არ ექვემდებარება, არამედ ბუკელეს პიროვნების კულტზე და მის მზარდ პოპულარობაზე დგას. ასევე ზოგადად იცვლება უშუალოდ მსოფლიო პოლიტიკაც და ეს უკვე ბუკელეს მაგალითზეც კარგად ჩანს. 21 საუკუნეში, მე-20-ისგან განსხვავებით, ავტოკრატიები აღარ ჩნდება აღარც რევოლუციებით, აღარც სახელმწიფო გადატრიალებებით, პუტჩით, სამხედრო ამბოხით და ასე შემდეგ. აბსოლუტურად პირიქით. დემოკრატიულ არჩევნებში იგებს პოპულარული პოლიტიკოსი და იწყებს შემდეგ უკვე სისტემის დაშლას. გამოშიგვნას არასასურველი ადამიანებისგან, ანუ იმათგან, ვინც არიზიარებს მის აზრს. სამაგიეროდ მოგვიანებით ქმნის და აყალიბებს გუნდს, რომლებიც უპირობოდ ყოველთვის იზიარებენ მის შეხედულებებს და ყველაფერში ეთანხმებიან. ასეთი გამოვიდა დღევანდელი ეპიზოდი. დაწერეთ კომენტარებში, მოგწონთ თუ არა ნაიბ ბუკელე და როგორი წარმოგიდგენიათ ახალი თაობის პოლიტიკოსი, რამდენად ერგება მას ნაიბ ბუკელეს მოდელი. გავუმყევით Instagram-ზე, შეგიძლიათ გახდეთ ჩემი დამფინანსებელი Patreon-ზე, მე კი დროებით დაგემშვიდობებით.